იმისთვის შენ რომ გამოსტაცო, დაუმსხვრიო ნარატივი მოწინააღმდეგეს, არ არის აუცილებელი რომ მისი სიტყვები ან მისი ნარატივი ისეს ხო და იმის მტრევაში დახარჯო ენერგია. შენ გჭირდება უკეთესი ნარატივი. უკეთესი ნარატივი არის ის, რომელიც უფრო ახლო ადამიანების გულებთან და ტვინებთან. აი ეს არ ნიშნავს, რომ ის ოპტიმისტური პოზიტივი არ უნდა შეიცავდეს საფრთხის სცენარებს პირიქით. ანუ ქართულ პუბლიკას ვერ გაბითურებ ვერაფრით თუ ამოაგდებ, ანუ მხოლოდ გაბითურებულად იგრძნობს თავს, თუ შენ მას მისცემ ნარატივს, რომელშიც საფრთხის სცენარი ამოგდებული არის. თავარი რაც არის, რომელი ნარატივი, რომელიც უგებს სხვა ნარატივს, თქვათ მშვიდობის ნარატივს, რომელიც რაღაცნაირად ჩმორულ სენტიმენტზე არის აპელირებს, რომ იცი ეხა ჩუმად ვიყოთ ქართული ოცნების ნარატივი. ის არავის თავს არ აგრძნობინებს კარგად, ანუ ხავს რაღაცნაირად გიჩაგრავს იდენტობას, ჩვეულებრივი ადამიანისაც, მადაც იცის, რომ შეყუჟული იმალება ეხლა კუთხეში. და არავის არ სიამოვნებაა.